გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო. დონალდ ტრამპის თეთრსახლში დაბრუნების და გერმანიაში არჩევნების მოახლოების ფონზე წლევანდელ კონფერენციაზე მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები გლობალურ მმართველობაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და მსოფლიოში ევროპის ადგილზე იმსჯელებენ. 14 თებერვლის სესიის დღესწესრიგის მთავარი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის 3 წლიანი სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზებია. კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უკომპრომისო რჩება და რომ შეერთებული შტატების როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნეიტრალური არ უნდა იყოს. ბევრი მოსაზრება ისმის, განსხვავებული ხმები. ზოგიერთი მათგანი პატივსაცემია, ზოგიერთი არც ისე. ვფიქრობ, ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებისმიერი ბოროტების დამარცხება შეუძლია და ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად ჩვენს გვერდით იქნებიან, რადგან რუსეთი ჩვენ დაგვესხა თავზე და დაიკავა ჩვენი ტერიტორიები. ასე რომ ჩვენ მართლები ვართ, რუსეთი კი არა. აქ არანაირი კომპრომისის ადგილი არ არის. კომპრომისების შესახებ არ ვისაუბრია. მიუნხენში ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობს. მოსალოდნელია, რომ კონფერენციის ფარგლებში იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ბევრი მოელის, რომ საუბარი ნათელს მოჰფენს ამერიკის 47 პრეზიდენტის გეგმებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინთან რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. თუმცა სიტყვით გამოსვლისას ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რომ მისი აზრით ევროპის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა არა რაიმე გარე ძალისგან, არამედ მის შიგნიდან მომდინარეობს. But while the Trump administration is very concerned with მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპული უსაფრთხოებით და თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გონივრულ შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ომში და გჯერა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგა საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპის კონტექსტში, არის არა რუსეთი, ჩინეთი ან სხვა გარე აქტორი, არამედ საფრთხე შიგნიდან. ევროპა უკან იხებს ფუნდამენტური ღირებულებებიდან, რომელიც მას ამერიკასთან აკავშირებს. ყველაფერი უკრაინის პოლიტიკიდან დაწყებული, ციფრული ცენზურით დამთავრებული, აგებულია დემოკრატიის დაცვის პრინციპით. მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნების შედეგებს და მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების შედეგების გაუქმებით იმუქრებიან, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავებს, ვიცავთ თუ არა სათანადოდ მაღალ სტანდარტებს. უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიული ღირებულებებით. ექსპერტების თქმით, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრით, რომელიც თავად ტრამპმა უაღრესად პროდუქტიულად დაახასიათა, ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი დასავლურ პროცედურულ წესებს უვლის გვერდს და თავს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთადერთ შუამავლად აცხადებს. თუმცა პასუხად შეკითხვაზე იქნება თუ არა ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება. ამ ოთახში ყველას გვესმის თუ რადევს სასწორზე. ამ ისტორიულ მომენტში დიდი გამოწვევები გველის. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი საუბარი გაიმართა, თუმცა ყოველთვის გამოსადეგია იმაზე ფიქრი, თუ რა დგას სიტყვების მიღმა. ვაღიაროთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინის პოზიციები. პრეზიდენტი ზელენსკი უაღრესად მძიმე ვითარების გათვალისწინებით აცხადებს, რომ მზადაა იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც პატივს მიაგებს მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლს და დაცემულ თანამემამულეებს. ზელენსკი თავიდანვე ამბობდა, რომ უკრაინას მშვიდობა ყველაზე მეტად სურს, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რათა ბოლო 3 წლის განმავლობაში ნანახი სისასტიკე აღარასდროს განმეორდეს. მეორე მხრივ პუტინი ამბობს, რომ მზად არის შესახვედრად, მაგრამ რა პირობებით. მან უნდა აჩვენოს, რომ მისი ინტერესი ომის გახანგრძლივება არ არის, აჩვენოს, რომ უარი თქვა უკრაინის განადგურების ამბიციაზე. ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, დამარცხებული უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ იგი დაასუსტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. იგი შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს კეტრინ დებოლს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მათ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონების შესახებ და აღნიშნეს, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას. იგი ასევე მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში საქართველოს ყურადღების ცენტრში, სადაც დამსწრეების შეკითხვებს უპასუხებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს.